ბერეტას მოგესალმებით პატრიცემულ საზოგადოება. ბერეტას ერთ კონტროლიანი ქვაბი, ხო? არ ხედავთ, ხო? აი ეს რაღაცა ქაოსურად მონაჟემონტებული ხელის თერმოსტატები მექანიკურები და ხო, სასაცილო დონეზე 21 საუკუნეში. ან თუნდაც ხო, მის ნაცვლადაც ქვია ეწოდებული NTC, ხო? აი ეს NTC ქვია, ზუსტად მისი დაჩეკი, უნდა ვიცოდეთ საათ როგორც ყოველთვის სად უნდა დავაერთოთ, იმის გვერდზე უნდა დავაერთოთ, რომ ქონდეს ხელისყალი ჯანსაღად, ისე რომ მოდულაციის გარეშე განახორციელოს ხელისყრის გასხელება. მოდულაციის გარეშე ნიშნავს ტაქტი არ შეასრულოს, ანუ არ ჩართოს, გამორთოს, უნდა ჩაირთოს, გავაცხელოს მითითებულ ტემპერატურაზე 60 გრადუსზე და შემდეგ გაითიშოს. და არა ციკლები, ჩაირთო, გამოირთო. ამიტომ ის უნდა ვიცოდეთ, როგორ შეურწყათ, ხო? რა ქვია, დაურეგულიროთ გაზის კლაპანი, გაზის მიწოდება. გაზის მიწოდების აუცილებლობას იმიტომ არის, იმიტომ რომ ხვია, ხო? ამ შესაბამისობაში უბრალოდ შემთხვევაში არ ვიცი, თუ უნდა გამოვისვათ რა სიმძლავრისაა, ხო? ამიტომ უნდა იყოს, როგორც ყოველთვის, ერთი ერთში. ნაუშად შეიძლება 25 კილოვატი იყოს, მაგრამ 28 კილოვატი თმოსველი კარგია, მაგრამ პირიქით როცა 28 კილოვატი ქვაბი გვაქვს და 15 კილოვატიანი თმოსველი, აი მან შეასრულოს ზუსტად ტაქტს. ხო? მიქსირება. ყოველთვის კარგი არის, ხო? მიქსირებული წყალი ნიშნავს ის, რომ გაზაებული არის და მოდის უკვე 37-40 გრადუსი და ამას უბაშ კიდე ერთჯერ ვიზახებ ფილტრაციას, რა თქმა უნდა, ნასოსი გვაქვს და ჭიის, წყალი გვაქვს, ჭაბუღილის არა ჭიის და NTC, ხო? NTC დაჩიკით კიდე ერთჯერ ვიზახე ისე, რომ 60 გრადუსზე არავა შეასრულოს ტაქტი, მოდულაციის და ტაქტოკის უпростоრად პრინციპში გარეშე, ისე რომ ქვაბი არ გაითიშოს, ხო? როგორც ყოველთვის, აი ესეთი მიკრო პატარა გაკვეთილებით, ხო? მცირედ გაკვეთილებით შევისწავლეთ, ხო? თემატიკას ნელა კი ბატონო. მივახცევთ ინდონემდე რომ ყველაფერი გვეცოდინება, ვისაც გვაინტერესებს.